გამარჯობა. რამდენიმე ერთი ორი კვირის წინ გელაპარაკე ახსოვს? მახსოვ ხარ ძმაო, დაგიმახსოვრე, თალყარგი დაგიმახსოვრე. ოკეი. შენ როგორ ხარ? აი ხარ. კაი, წინაზე რაღაც თავისუფლებაზე ვილაპარაკეთ ოდნავ ცოტათ და ეხლა მინდა რომ რაღაცა ფორმალური არგუმენტივით წამოგიყენო რა პირობებით და დასკვნით და ასე შემდეგ და ოღონდ ეხლა ამ შემთხვევაში არგუმენტს მიყენებ რომ თავისუფლება არ არსებობს ალბათ მაგ არგუმენტს ოღონდ კონკრეტულად იმ კონტექსტში რომ აი ყოვლის მცოდნეობასთან კი ბატონო ხია მაინტერესებს yes და კაროჩე მიუყვები რა პირობებს და რაშიც არ დამეთახმები მითხრა ხო ანუ პრემისებად და დასკვნა გახ პრემისებად yes კაროჩე პირველი არის რომ თუ არის ყოვლის მცოდნე ესე იგი შეცდომის გარეშე იცის ყველა მომავალი ექშენი ასე ვთქვათ რასაც გავაკეთებ ვეთახმები პირველ პრემის სწორია ოკეი მეორე არის რომ თუ შეცდომის გარეშე იცის ყველა მომავალი ექშენი რასაც გავაკეთებთ სხვა არჩევნის გაკეთება არ შეგვიძლია მეორე პრემისა ვეთახმები აბა მიხსენიებ ანუ რაღაცის ჩვენ უნდა გამიჯნოთ აქ რაღაცის წინასწარცოდნა და კოზალური დეტერმინიზმი. ანუ ორი ვარიანტია რომ ღმერთმა წინასწარ იმიტომ იცის რაღაც რომ მან ასე განსაზღვრა ეს ერთი და ესე თუ ამ შემთხვევაში ხარ მართალი, მაგრამ ჩვენ მომობთ რომ ღმერთმა წინასწარ იმიტომ კი არ იცის რომ მან ესე განსაზღვრა. ღმერთმა წინასწარ იმიტომ იცის რომ დროის მიღმა. აი მაგალითად სიტყვაზე მე რო დისტინქცია რო გავაკეთე, მაგალითად მე ვიცი რომ ხვალ წვიმს, მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვარ იმასთან რომ წვიმს, ანუ მე არ ვაწვიმებ, ანუ ზეგავლენა არ მაქვს იმ მოვლენაზე რაც წინასწარ ვიცი. მე კი დროში მყოფ ახვილებაც კი და მით უმეტეს დროის მიღმა ყოფილმა არსება ყველაფერი იცის, რადგან დროის მიღმა სტატიკაში, მაგრამ დროში არჩევანის გაკეთება ხდება ჩვენი მხრიდან, ანუ პიროვნებებით. კაი, მაგრამ ნახე, იდეაში ჩემთვის არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ წარმოიდგინე, ანუ თუ რაღაცა იცის წინასწარ, ხო? ეგ ხო იმას ნიშნავს, რომ ანუ მე თუ ნახე ორი ვარიანტი რო იყოს რომ მე სიტყვაზე ხვალ საღამოს ან პიცას შევჭამ ან ხაჭაპურს რა სიტყვაზე რა ვიღეთ თუ იცის წინასწარ რომ ხვალ საღამოს შევჭამ პიცას ხო მე შემიძლია რომ მაგისმაგებად ხაჭაპური ვჭამო ანუ იქ ხო დაარღვევს ანუ აი თუ სწორად გავიგე ანუ შენ ამბობ რომ ანუ რადგან წინასწარ იცის რა წინასწარ იცის ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ხო მაგას ანუ საქმე რა შეიძლება რომ ჩვენ გვაქვს მან საუბარი ორი სხვადასხვა ტიპის აუცილებლობასთან ეს ერთი არის მოდალური ტიპის აუცილებლობა და მეორე არის ეპისტემოლოგიური ანუ მოდალური აუცილებლობა არ გვაქვს ანუ შენ პიცას რო შეჭამ მან იმიტომ კი არ იცის რომ შენ სხვა გზა არ გაქვს მისი პერსპექტივიდან შენ რო პიცა ჭამ ეგ უკვე მომხდარი აი როგორც სიტყვაზე აი მე და შენ რო ერთად ცხოვრობდეთ რა და მე რო გავიდე გარეთ რაღაც შუა დღეს ფეხბურთის თამაშები რო დავაპაუზო რაღაც 7 თამაში გავიდე მოვიდე სახში საღამოს და შენ რომ მითხრა 7-ვე ფეხბურთის ანგარიშსაბოლოო ანგარიში თამაშების როგორ დამთავრდება და მე რომ მაინც 7-ვეს უყურო მიუხედავად იმისა რომ ანგარიში მე წინასწარ ვიცი მოედანზე მყოფ მოთამაშეებს თავისუფალი ნება ხო არ ეზღუდებათ ანუ ღმერთმა იმიტომ იცის წინასწარ რომ მისი პერსპექტივიდან ჩათვალე რადგან დროის მიღმა ყველა მოვლენა არის უკვე მომხდარი აი ნახე თავისუფალი ნება რომ არ ეზღუდებათ ნუ ეგ სხვა თემა მაგას შეიძლება დაგითანხმო ამ კონკრეტულ კონტექსტში მაგრამ ანუ ის იმ ეხა წეგანაც გითხარი ხო მაგალითად პოინტი სხვა რაღაცა არის ნახე შენ რომ მოხვალ და ანგარიში რო გეცვენება და მაინც უყურებ იმის გამო რომ შენ უკვე ანგარიშის წინასწარ იცი შეუძლებელია რომ იმათმა სხვა ანგარიშის დაამთავრონ თამაში არა, გასაგებია, კი ბატონო, ძალიან კაი, შეუძლებელი სხვა, მაგრამ თავისუფალი ნება ხო არ შემიზღუდია? არავისთვის. ხო, მაგრამ ნახე, ეგ უკვე ცოტა სხვა რაღაცას ნიშნავს. მე ვამბობ, რომ თუ რაღაცა იცი წინასწარ, რაც მომავალში ხდება, შეუძლებელია ეგრე არ მოხდეს. გარდა სხვანაირად ვერ მოხდება. კი, გეთახმები, ანუ ეს არის აუცილებლობა. ამას ჩვენ ვეძახით როგორც ეპისტემოლოგიურ აუცილებლობას, ანუ რაც გამომდინარეობს მისი უნარიდანო ყველაფერი იცოდეს, იმიტომ რომ დროის მიღმა და არა იქედან რომ ანუ არა მოდალური აუცილებლობა, არა იქედან რომ მან განსაზღვრა. აი მაგალითს მოყვან. მაგალითად სიტყვაზე X7 თამაში სხვანაირად რო განვიხილოთ. X7 თამაში მე რო ჩავრეულიყავი და ფეხბურთელები მომესკიდა და მე თქვა რომ ამ ანგარიში დაამთავრეთ ყველა ვარიანტში და ეგრე დაემთავრებინათ, მაგ შემთხვევაში ვგუდავნებას, მაგრამ არანაირი ჩარევა ჩემი მხრიდან არ მოსულა.
მე მხოლოდ და მხოლოდ ეს თამაშები ანგარიში წინასწარი იმიტომ ვიცი რომ ანუ ჩემი პერსპექტივიდან ეს თამაშები უკვე მოხდა და მე უყურებ. ხო ხვდები რას გეუბნები. ამიტომ აუცილებლობა გაქვს მანდ ორი ტიპის და ჩვენ გვაქვს აქ საუბარი ეპისტემოლოგიო, ანუ ცოდნით აუცილებლობაზე და არა ანუ განსაზღვრულ აუცილებლობაზე, ხო მიხდი? მოდალური რას ნიშნავს შეიძლება ამ ხსნა? ამ შემთხვევაში მოდალურში გულისხმობ ლოგიკურ აუცილებლობას. ანუ ნახე, რომ წინასწარ განსაზღვრა რა ღმერთმა წინასწარ დაადგინა ეს მოქმედება გაკეთა, რომ ეს და ეს მოყვეს რა ლოგიკურად რომ ესე გამოვიდა. და ეპისტემოლოგიურში გულისხმობ, ანუ ეპისტემოლოგია არის თვითონ ცოდნა როგორ აქვს პიროვნება სიტყვაზე, ღმერთის პერსპექტივიდან განვიხილავთ რა. და როცა მომთ რომ ეს არის ეპისტემოლოგიური აუცილებლობა, ჩვენ გულისხმობთ რომ მიზეზი რატომაც იცის, ანუ არაფერს უაში არ არის ის რომ მან ესე განსაზღვრა, ანუ მიზეზობა ამასახ, იმიტომ რომ სხვა კატეგორიაში იმყოფება, ანუ დროის მიღმა, ანუ სტატიკაში რადგან არის და თბილება მოძრაობაშია, დროშია ღმერთი უცოდინარი ვერ იქნება, აქ რაც მოხდება, ანუ სიბრტყეში აი აქ რაც ხდება, ყველაფერი აი წარმოიდგინე ეგეთი რაღაც აი ცუდი მაგალითია, მაგრამ მატარებელი რომ მიდიოდეს რა. და აი სადღაც მიდის და ანუ მე ვდგავარ რაღაცა პირველ ვაგონში იქ ბოლოშია რაღაცა ვაგონი და ნუ მე ვიცი რომ მოსახვევია სიტყვაზე და ნუ იმან არის ის და თუ ის წამოდგება რაღაცა ყავა გადაისხმება სიტყვაზე მე ვიცი იმიტომ რომ წინ ვარ იქით ანუ სხვა სიტყვიდან წარმოიდგინე რა პიროვნება არის სხვა სიტყვაში საიდან გამომდინარეობს მასა ყველა ცოდნა იმიტომ რომ აი ორი სხვადასხვა სიტყვე რო წარმოიდგინო აი ეგეთი თემა ერთი სიტყვე მეორე სიტყვე ამ სიტყვეში თავისუფალი ნება ხდება ანუ ნება სიჩოს მაგრამ რადგან ეს სიტყვე უფრო მაღალ კატეგორიაში ამიტომ ანუ უცოდინარი ვერ იქნება ხო ან მივხვდი რასაც ამბობ მაგრამ არ გეთანხმები ჩემი წინააღმდეგ მაგ ყველაფერს მიუხედავად რაც თქვი რაც მე არ ვთვლი რომ რაღაც დიდად ობჯექშენი არის რეალურად სიტყვაზე რომ ჩაგითვალო ეგრე ანუ სიტყვაზე მოყვები ანუ მაინც ეხა ის პრობლემა შემოდის რომ შესაძლებლობა არის საბოლოოდ იმისი რომ ნებისმიერი სახის ნებისმიერი რაღაც ანუ ძალიან ბევრი შესაძლებლობა იყო რომ ძალიან ბევრი სახის სამყარო შექმნილიყო ხო შეექმნა ანუ ისიც იცოდა რომ ალბათ მეკითხები ანუ სამყარო არის თუ არა როგორიც არის აუცილებელი ხო და არა დავამთავრებ და უკეთესად მიხვდები რა აი სიტყვაზე ეხა რაც არსებობს ეს იყო ერთი ისა რა არჩევანი ამის გარდა ხო მილიონი შეიძლება უსასრულო არჩევანი იყო და თითო არჩევანი წარმოიდგინე რომ იყოს სიტყვაზე მეორეში არის რა ერთი პატარა რაღაც სხვანაირად კიდე სხვაში არის ვაფშე ყველაფერი სხვანაირად და ასე შემდეგ რა წინასწარისიც ხო იცოდა რომელ ვარიანტს ქმნიდა და ეგ უკვე ყველაფერს არ ევერსებს რომ აი უბრალოდ უკან არ მიდის კითხვა გეტყვი საქმე რაშია ახლა ნახე ზოგადად ჩვენ როცა განვიხილავთ მატერიალურ სამყაროს, ანუ მაგალითად უსულოს აგნებს, რა ხე, ბალახი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში კი ანუ ამასა კონტინჯენტ არსებობა, არა არა აუცილებელი, ანუ ღმერთმა ანუ ეს ვარიანტი აირჩია და ესე ნუ ეს გონებაში პროცესი არ ყოფილა, ანუ მაგას ეთანხმები. მაგრამ არ ვითანხმები პიროვნებებზე, ანუ როცა ღმერთი ამბობს, რომ შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად, ამ შემთხვევაში იგულისხმება ესეთი რაღაც, რომ ადამიანი არის მოაზროვნე, ნებებელი, მორალური და ასე შემდეგ ხატებაში მსგავსებაში რაც იგულისხმება. ეხლა როგორი თემა ჩვენ ვიცით რომ და ჩვენგან ქრისტიანობისგან მოდის საერთოდ ეს სიტყვის სრული დეფინიცია პიროვნების რა, ანუ ჰიპოსტაზია ღმერთი, ანალოგიურად პიროვნება ადამიანი როგორც ღმერთი. და საქმე რაში, ანუ პიროვნება არის ის ინსტანცია, რაც ბუნებით ვისებებამდე არ დაიყვანება საბოლოოდ რა, აი მაგიტო ამბობ რომ პავლე მოციქული მკვლელი რო იყო, დღეს წმინდას უწოდებთ. მე რა რო ვიღაც ყავს მოკვლევენ, საბოლოოდ წმინდანია, იმიტომ რომ პიროვნება საბოლოოდ ღმერთში დაემკვიდრა რა და პიროვნება არის ის ინსტანცია, რის იქეთაც ღმერთი საერთოდ აღარ მოქმედებს. ანუ პიროვნებას არ აუქმებს. არც ანგელოზს, ანუ ნახე ღმერთ შეუძლია მოქმედება პიროვნების აქეთ რაც არის ყველაფერი, ანუ მოცულია ყველაფერი ღმერთს, მაგრამ პიროვნების იქით ღმერთი ვერ მოქმედებს. აი მაგალითს გეტყვი, მაგალითად იესო ამბობს ესეთ რაღაცას იესო რო შედის იერუსალიმში, ტირილს იწყებს რა და ტირის და როცა ამბობს რატო ტირის მიზეზი კარგად ჩანს რომ ხალხი რომლის გადასარჩენად მოვიდა იცის რომ ის ხალხი მას არ მიიღებს ანუ რაღაც ისე ხდება როგორც მას არ უნდა რომ ხდებოდეს მაგრამ ხდება იმიტომ რომ პიროვნებას ვერ გააუქმებს ანუ პიროვნულ არჩევანს ასე ვთქვა. ოღონდ ამაში ბოდიში აი ქრისტიანებმა არ მინდა რომ არასწორად გაიგონ. ჩვენ არ გულისხმობთ იმას რომ გასაგებია რომ სიტყვაზე ქრისტიანი ხარ და მოგინდა რამე ცუდის გაკეთება და შეგიძლია ქრისტეს ხოვო და ქრისტეს ძალით თავი შეიკავო ცუდის გაკეთება. ეს გასაგებია ამ დროს ღმერთი გეხმარება, მაგრამ მე ვამბობ რომ ანუ საბოლოო არჩევანზე ვიძახი. ანუ ღმერთი ძალით თავისთან სამოთხეში არ წაიყვანს არავის, მაგიტო არსებობს საერთოდ ჯოჯოხეთი, ხო? რომ ძალით ღმერთი ვერავის ვერ წაიყვანს, ანუ სიყვარული თავისუფლად. ზურაბი ეწამბო ოპოზიციო პავლე მკვლელი კი არა ხუდი იყო მეგობრებო, ანუ ან წაიკითხეთ ხოლმე რაღაცა, ან რა ვიცი, რაღაცა ვქნა.
პავლე იყო მკვლელი პირდაპირ საქმენის წიგში ჩანს სტეფანე რო აწამეს პატარა ბიჭი პირდაპირ ამბობს პავლე მოხარული იყო და უამრავი გარდამოსო ეგრეა ძმაო ეგრეა პავლეს სახელის გაგონებაზე საულე ერქვა მაშინ საულის სახელის გაგონებაზე ქრისტიანებს ეშინოდა მკვლელი კი არა სპეციფიურ კონკრეტულად ქრისტიანებს კლავდა და დევნიდა ფაქტია ეს ისტორიული ეგრეა ძმაო გაურძელო იძო აი ხა ცოტა სხვა კუთხიდან დაგისვა მაშინ შეიძლება თუ არა მოხდეს რამე რაც არის მისი სურვილის გარეთ კი რა თქმა უნდა აი წეგან განვიხილეთ რა რადგან პიროვნება ის ინსტანცია რაზეც ანუ ღმერთის მოქმედება ანუ ღმერთი არა უქმნის პიროვნებას ბევრი რაღაც ხდება ისეთი რაც ღმერთს არ უნდა რომ ხდებოდეს აი მაშინ ეგ პრობლემას წარმოადგენს ჩემთვის იმიტომ რომ შენ თქვი რომ ყოვლის შემძლე არის კი ბატონო ეგ რომეც რომ რაღაცები ხდება რაც მის სურვილს არ შეესაბამება ესე იგი ან ყოვლის შემძლე არ არის ან რაღაც შეზღუდვა აქვს ძალას ანუ არ ჯდება ერთმანეთში ანუ საქმე რაშია რომ ჩვენ როცა ვამბობთ რომ ყოვლის შემძლეა ჩვენ გულისხმობთ რომ ღმერთს შეუძლია ყველაფერი რაც შესაძლებელია მაგალითად შენ თუ მომიყვან მაგალითად შეუძლია თუ არა ღმერთს შექმნას ქვა რომელსაც ვერ აწევს მე გეტყვი რომ არ შეუძლია მაგრამ ეს ანიშნავს რომ ღმერთი არა ეგ მაგაში გეთანხმები არა ანუ ნახე რატო არ ხდება ისე როგორც ღმერთს ყველაფერი როგორც ღმერთს უნდა იმიტომ რომ ღმერთმა დატოვა ალტერნატიულად მოქმედების შესაძლებლობა და გეტყვი რატო ანუ თუ ღმერთი ამბობს რომ პიროვნებას ქმნის ანუ პიროვნება კეთილი და სიკეთეში და სიყვარულში ვერ იქნება ნების გარშე ძალით სიკეთე ლოგიკურად არ არსებობს ანუ ლოგიკური კონტრადიქციაა და ძალით სიყვარულიც არსებობს ჩვენ შეგვიძლია ინსტანციური მაგალითად მოვყვანოთ გაჭრუებს რომ დავეხმარო ჩემი ნებით სიკეთეა, მაგრამ ატომ რომ დამაძალოს და აიხმარეთ ორექცემ, უკვე სიკეთე აღარ არის. ხო ხტები რას გეუბნები? და ანალოგიურად ჩვენ მაგიტომ ამბობთ, რომ სიკეთისთვის აუცილებელი აბსოლუტური პრედიკატი არის თავისუფალინება და ამიტომ თუ ამბობს ვერთი რომ პიროვნებას ქმნის და პიროვნება უნდა განიხთოს სიკეთეში დამკვიდროს, პიროვნებას ვერ გადალახავს თავისთავად, ანუ იმიტომ რომ თვით კონტრადიქტორული არის. აი ვერ გეთანხმები, იმიტომ რომ არ ყოფილა შემთხვევები, სადაც სიტყვაზე თავისუფალნებაში შეუტანია ეს ცირავს გულისხმობა. ეხა ხო ამბობთ, რომ ვერ გამოჩნდება, ვერ დაგვანახებს თავის თავს, რომ რაღაც ეგეთ ბევრისგან გამიგია, იმიტომ რომ ჩვენი თავისუფალნების შეზღუდვა იქნება თუ რაღაც, იმიტომ რომ მე არ ვეთანხმები, მაგრამ არ ეთანხმები? არა. ვფიქრობ, რომ შეუძლია რომ თავი დაგვანახოს, ესე რეალურად? ან დაგვილაპარაკოს ადამიანს? ანუ რა თქმა უნდა შეუძლია შეიძლება. და შენთან მომხდარა ეგეთი რამე? ანუ არა, სხვათა შორის ანუ მე მქონია უფლის გამოცხადება, მაგრამ ანუ ანუ ის რომ ანუ უფლის პრეზენსი გამიგია, ანუ უფალი ჩემთან ყოფილა, ანუ არაფერი არ უთქვამს ჩემთვის უფალს და ესე გამოცხადება, არ მქონია, მაგრამ უფლის პრეზენსი გამიგია, რომ ჩემთან იყო. აი ეგ მაინტერესებს, აი ძალიან დეტალურად რომ აღმიწერო ეგ ექსპერიენსი. ანუ როგორი თემა იყო ისი რომ რაღაცა პრობლემები მქონდა, ანუ მაშინთან არ ვიყავ ქრისტიანი და რაღაც პრობლემებიდან გამომდინარე რაღაცები გავიაზრე რომ რაღაცებისგან თავის დაღწევა მჭირდებოდა მოკლედ ანუ მივხვდი მარტივი მისახვედრი იყო ისედაც და მე მაგ პერიოდში ანუ როცა ვნახე რომ ვერ ვაღწევდი თავს და თან ჩემი აზრები ჩემს წინააღმდეგ იყო ამ აზრებში მხოლოდ ობიექტური სიბოროტე დავინახე რომ მივხვდი რომ ანუ ჩემში არ იყო ეს ფორმალურად გარიწყარო ქონდა და მაშინ გავიგე სიბოროტე სიკეთე რაღაცები რო არსებობდა მართლა სულიერ ემზე 1-2 რაღაცა და იმერე წერილი წავიკითხე, ნუ ქრისტეს თვითონ ანუ ისტორიულმა ევიდენსებმა რაღაცა ანუ დამარწმუნა, რომ დიდად სავარაუდო იყო, რომ მართლა მოკვდა პიროვნება და აღდგა და მე ესეთი პერიოდი მქონდა, რომ რაღაცის გაკეთებას ვაპირებდი, რაც ვიცოდი, რომ ცუდი იყო და ცუდ მდგომარეობაში ჩამაგდებდა, მაგრამ ინდონეზე მინდოდა მაგის გაკეთება, რომ ანუ სინანული ვიგზენი წინასწარ და ნუ მაინც უნდა მექნა და ვილოცებ ცხოვრებაში მაშინ ეს გული პირველად რომ უფალო იესო ქრისტე ხო ჩემთან იყავ მეთქი და მაშინ იყო უბრალოდ ის რომ ლოცვაზე პასუხი გამეცა რა ანუ ქრისტე მართლა ჩემთან იყო დაახლოებით 1-2-3 წამი რა ჩემთან იყო უბრალოდ და მაგ დროს გავიგე იმ ხელა სიყვარული რომ მაგ დროს ნახე რომ ვიღაცას ინდონეზე ვუყვარდი რომ ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო ეგ სიყვარული ჯერ ესეთი იმიტომ რომ ისეთ სულ მდგომარეობაში ვიყავი ჩემი თავის სიყვარულიც არ შემეძლო ზოგადად ჩვენი თავი ხომ მაგრამ უყვარს მაგრამ ისეთ სულად ვიყავი რომ ანუ ვერ ხვდებოდი როგორ შეიძლება ვინმეს ყვარებოდი და თან ის იმ ხელა სიყვარული მივიღე რომ აი განსხვავებულია სრულიად აი რა სიყვარულიც მივიღე ამ შობლისგან სიყვაზე შეყვარებულისგან და ასე შემდეგ აი ცოტა სხვა კატეგორიის სიყვარული და ნუ მაგის მერე და ეგ თავისთავად ეხა ყველას ხო ერთნაირი გამოცდილება არა აქ ზოგ საერთოდ არა აქვს გამოცხადებიც რომ ეხა რო არიან ის რა ქვია CS ლუისი და ვიღაცები ეგენი იძახიან რომ ჩვენი ღმერთისგან საერთოდ თავიდან ბოლომდე მეცნიერულ ევიდენსზე არისო დაფუძნებული ეგეთებიც არიან მაგრამ მანდაც ხო ღმერთი გეხმარება რეალურად ეს პროდუქტი არის თორე ანუ ბევრნაირად შეიძლება რა მოკლედ რა ღმერთი უნდა ეხმაროს აი ანუ ეგ ექსპერიენსი იმ 2-3 წამში არის ხო
რაც თქვი რომ ჩემთან იყო. ანუ 2-3 წამი გაგრძელდა თვითონ აი მე რასაც კითხავ. აი ეგ 2-3 წამი მაინტერესებს რა ანუ რა იგრძენი ისეთი რაც სხვა რაღაც არ შეიძლება ყოფილიყო. ანუ როგორი თემა იყო იცი რომ გრძნობაზეც არ იყო, მაგიტო არ გითხარი რომ ვიგრძენი მეთქი გავიგე. აი როგორი თემა იყო იცი რომ ჯერ ეს ერთი ვიღაც პიროვნება იყო ჩემთან და მე ამ პიროვნებას აი სრულიად ვერ ვხედავდი, ანუ ნაცვლად რა ვინ იყო ჩემთან საერთოდ, ანუ ესე რომ ვიზუალურად მეცნობი მე არა, მაგრამ არსობრივ დონეზე ვიცოდი ვინ იყო. ანუ ეს იყო პირველ რიგში ჩემთვის რომ ანუ მივხვდი რომ რაღაცა ნუ ძალით მოქმედებს და მაგის მერე ანუ ვიგრძენი, ანუ იმ ხელა სიყვარული ვიგრძენი რომ აი მისგან მოდიოდა ძალიან დიდი სიყვარული თან, ანუ როგორი თემა იყო ჩემთვის იყო გასაყვები წეგან მაგიტო გეუბნებოდი რაღაც უნდა გამეკეთებინა, რაც ამორალურია, რაც ნუ ღმერთისთვის მიუღებელია, ცოდვაა, ჩვენ ასე ცოდვას ვეძახი, რაღაც ცუდი უნდა გამეკეთებინა და მაშინ მოხდა ეს, რომ აი რაღაცა ძალიან დიდი სიყვარული ჩემკენ წამოვიდა და ანუ აი 2-3 წამი ზუსტად, მაგრამ ის 2-3 წამი ჩემთვის აი ეგზოსტი რა ხო ხდები ამ ძალიან დიდი სიყვარული მივიდე რა. ეგეთ თემა იყო, ანუ ვერ ვხედავდი ნათლად გეუბნები, მაგრამ ვიცოდი ვინ იყო და ანუ სიყვარული მივიდე რა, ეს იყო და ეს. კაი, მე მაგასთან რა კიდე საკუთხით უნდა იკითხო კიდე? არა. ჩემი აზრით კაი გაგებით გითხარი ძმაო, კაი გაგებით გითხარი. არა ხო არ არის. ეგ ჩემი აზრით ძალიან ლოგიკური ასახსნელია, ანუ ბოლოს ესეთი რაღაც თქვი რომ ესე დაიმთხოვა ამ დროს მოხდაო თუ რაღაც და ანუ ძალიან ლოგიკურია ეგ რომ ბიბლიის კითხვა რომ დაიწყე და ესეთი პერიოდი ჰქონდა და ესეთი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევა და შემდეგ ძალიან ლოგიკურია, მაგრამ სხვა კითხვას გისვამ შენი აზრით. აუ ერთამეს ვიტყვი რომ მიუხედავად იმისა რომ წერილს ეხლა ჩვენ ხშირად ვკითხულობთ ხოლმე წერილს, მაგრამ მიუხედავად ბიბლიის კითხვისა ჩვენ მაინც ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს და ერთამეს ვიტყვი რა ქრისტიანებისთვის ვამბობ რომ აი მართლა აი დედას ვიცავარ მართლა არ მინდა ესეთი ქრისტიანობა რა, აი დღეს როგორც ვარ, აი ყველა თავს ძალიან კარგად წარმოვაჩენთ და იესო რასაც ამბობს გარედან ლამაზები ხარ, შიგნიდან აღვ. არავის არ მოგვერიდოს ჩვენ პრობლემებზე საუბარი რა, აი ხვალიდან დავიწყებ და ყველა ვისაც გინდა აი ყველაფერზე ვილაპარაკოთ ხოლმე, ანუ ვიცო ვაღიაროთ, თქვა არანაირი პრობლემა არ პირიქით, ეგ ჩვენთვის კარგია. და ხო, როგორ თემა ის დღემდე, ანუ ის წერილის კითხვა და ის ნუ ის ხო თავისთავად მოყვა მაგას კი მართლა ეგრე იყო თანმიმდევრულად რომ ჯერ წერილი წავდით და მე. ოკეი, ანუ თუ დაგეხმარა და რაღაც მე არ ვარ კონვინსდ რომ რაღაც მაგიური რაღაც გამოცხადება იყო, მაგრამ მიხარია თუ დაგეხმარა რაც იყო. და ეხა კითხვა სხვა არის რომ ჩემი აზრით ზუსტად ეგეთი თუ ზუსტად ეგეთი არა ძალიან მსგავსი ექსპერიენსი ქონია თუ არა სხვა რელიგიის წარმომადგენლის ნებისმიერს. ანუ ალბათ შეიძლება რაღაც ექსპერიენსი ქონია, მაგრამ როგორი თემა ისი რომ მე რო ვეკითხები სხვა რელიგიის ადამიანებს სიტყვაზე, იმიტომ რომ ბევრთან მაქვს საუბარი. ინდუისტი, ბუდისტი, მუსლიმი ასე შემდეგ. რო ვეკითხები ღმერთს იცნობენ თუ არა? აი ცოტა დაბნეული, ანუ ძირითადად მეუბნებიან რომ ნუ იცნობ ესე არ ვიცი, ანუ აი როგორი თემა ესე აი ძირითადად ეს ქრისტიანებსაც რა თუ დააკვირდები ესე სხვა რელიგიის ადამიანებს თუ დააკვირდები რომ ქრისტიანი გეტყვის რომ ღმერთს იცნობს, ხო მივხვდი რას გავი პიროვნულად იცნობს და ასე შემდეგ და ის მაგრამ კი რა თქმა უნდა, ოღონდ ხო იცი რომ ჩემი რწმენა მაგ გამოცდილებაზე არ არის დაფუძნებული, მე რაც მოვწევი, ეს ისე მოვყევი, ესე. იცი, უბრალოდ ეხა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მაქვს საუბარი, რომ რამდენად ანუ რო გჯერა მაგაზე, იმიტომ რომ აი სიტყვაზე წარმოვიდგინე ეხა ნებისმიერ რელიგია, მაგრამ სიტყვაზე ბუდისტი რომ მოვიდეს და იგივე ისტორია მოგიყვეს, ან ძალიან მსგავსი და შემომიყევი ეხა მე. აი ასე თქვი. ანუ თავისთავად ნახე როგორი თემა ჩემი რწმენა რომ მაღაზე იყოს დაფუძნებული, ვერაფერს ვერ ვეტყოდი, ანუ თავიდან ბოლომდე მაღაზე რომ ვაფუძნებდი ჩემს წინას, მაგრამ რადგან მაღაზე არ არის დაფუძნებული და ვიცით რომ ბოროტი მაცდურია და შეიძლება ზებუნებრივი გამოცდილება მოდიოდეს არაკეთილისგან, არამედ ბოროტისგან, თავისთავად ვეტყვი რომ ანუ ეგ გამოცდილება ან შეიძლება კეთილისგან მიიღო და ბუდისტი გახდა თავისუფალი არჩევანით არც ეგ არ არის გამორიცხული რა, ანუ ვერ გაიგე, გაჩნია რას მიყვება, მივხვდები კონკრეტულად თუ რამეს მიყვება. ხო არა, დაფუძნებაზე არ ვიძახი, ახლა კონკრეტულად ამ კლეიმზე მაქვს საუბარი, რომ ეს შენი კლეიმი რომ დაიცვა რა. კი, მაგრამ ეს არ არის, ანუ ეს კლეიმი არ არის არგუმენტი, ეს ამბად მოვყევით რა. ხო, მაგრამ მაგას კი არ მომხაი, სიტყვაზე ნახე შენ ხარ და მეორე არის, ვინც საპირისპირო სხვა რელიგიიდან არის. და ის ცდილობს რომ შენ დაგარწმუნოს რომ ესე და ესე მოხდა, შენ ცდილობ რომ ის დაარწმუნო რომ ესე და ესე მოხდა. ჩემი კითხვა არის რომ იმაში მდგომარეობს რომ მეთოდი რა არის, რითიც განვასხოვებთ შენი არის მართალი თუ იმისი არის მართალი. ანუ გამოცდილებებზე. ხო, ნუ ესე ცალკეულად მხოლოდ მაღაზე დაფუძნები ძალიან ძნელია, მაგრამ აი რაღაცა მეთოდები ალბათ შეიძლება კრიტერიუმები, ეხლა ეს ზუსტი მეთოდი ალბათ არ არსებობს, მაგრამ რაღაც კრიტერიუმი შეიძლება არსებობს. მაგალითად, მეთოდი თუ არ არსებობს, პრობლემა არ არის ეგ.
აი კრიტერიუმს გეტყვი, იმიტომ რომ მეთოდით მაინც უნდა გადავიდეთ რაღაცა ობიექტურ კრიტერიუმში, რომ ანუ ცირკულარული მიზეზობაზე არ ვიყო და გეტყვი რას გულს ხო? აი ნახე მაგალითად კრიტერიუმი შეიძლება იყოს ის, რომ სიტყვაზე მე მქონი ეგეთ შემთხვევას, რომ ეხა სიტყვაზე ვინმეს თუ გამოცხადება ქონდა და უთხრა რომ აჰა იესო ვარ და მიყვარხარ და რაღაცა პავლეს რაც ქონია სიტყვაზე პავლეს იყო რომ იესო გამოცხადა რადმდევნი საულე რადმდევნი და საულე ეკითხება ვინ ხარ და იესო ვარ ეუბნება ხო ხდები რაღაცა ესეთი გამოცხადება რაღაცა ესეთი გამოცხადება თუ იქნება და იტყვის რომ ეს იესო არ იყო კრიშნა იყო ვეტყვი რომ დებილი ხარ გითხრა რომ იესო იყო და კრიშნა რანაირად იყო სიტყვაზე დავუშვათ ესეთი რაღაც რომ მოხდეს მაგრამ ასევე კიდევ აქვს კრიტერიუმი რომ თუ ადამიანი ცოდვაში ვარდება, ცოდვაშია და გამოცხადება იქნება რომ რაღაცა ყოველად აღმატებულ ზებუნებრივ ძალას უყვარს და მისი სიყვარული აღმატებულია, ეს კონცეფტი სხვა რელიგიებში რეალურად არ მოიპოვება, ანუ ქრისტიანობაში და გეტყვი რას გულისხმობ, იმიტომ რომ სიტყვაზე სხვა რელიგიებში, ინდუიზმში, ისლამში ძირითადად ანუ ღმერთთან და ადგილის დამკვიდრება არის შენს მოქმედებაზე დამოკიდებული, ანუ როგორ კარგადაც მოიქცევი, იმდენად მიგიღებს ღმერთი და ეს ქრისტიანობაში არ გვაქვს. ანუ ქრისტიანობაში ეს აბსოლუტური. ხო, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ის რომ თვითონ ეგ უკონდიციო სიყვარული რომ ღმერთი ჩვენს გამოთავი გაწირა ის ეს რომ ანუ ჩვენი საქმეები კი არ გვაცხონებს ჩვენ არამედ ქრისტეს თავგანწირვა და ღმერთს უყვარავთ უკონდიციო და ყველაფერში იმ ცოდვაშიც კი აი ჩვენთან ერთად არის არ გვტოვებს და გვეხმარება ეს კონცეფტი ანუ სხვა რელიგიებში არ მოიპოვება იმიტომ რომ სიტყვაზე ანუ მუსლიმს ეგ რო უთხრა რომ ანუ აი თავი ღმერთმა თავი ეს მუსლიმისთვის ეგ კონცეფტი მიუღებელია მუსლიმი გეტყვის რომ არა ესე არ იყო და არ დაგითანხმება ხო არც ინდუისტი არის ანუ მათთან სხვანაირად არის ამ ყველაფრის გაგება თუ გამოცხადება აღწერს აი ამ კონცეფტს ქრისტიანულს მაშინ თავისთავად ქრისტესგან იყო რა ეგ რა პრესპოზიცია ჩემი აზრით იმისი რომ შენი დოქტრინა არის სწორი და უეჭველი და სხვისი არა არა არ ვთქვათ რომ სწორია სიტყვაზე დაუშვათ არ ვიცით რომელია სწორი მაგდონეზის რო იყო დაუშვათ არ ვიცით სწორი რომელია მაგრამ მე შენ ხო კრიტერიუმი დაასახელე რომ აი ესე და ესე თუ იყო და ესე არის როგორ ვიცნოთ თუ ჩემი ხო და რატო ანუ ეგ შენ ხო თქვი რომ აი ესე და ესე თუ იყო ესე იგი სწორია ხო თუ ანუ ესე იგი იყო გამოცხადება და პრესპოზიცია არის ის რომ მაინდა-მაინც ესე და ესე უნდა იყოს და არ სხვანაირად. არა, ოღონდ რა თემა იცი რომ მე არ უარყოფ იმას რა ქვია, ანუ თვითონ გამოცდილებას, ანუ ვიღაც თუ რაღაცას მომიყვება, ანუ ეხა შეიძლება იტყვებოდეს, შეიძლება სიმართლეს ამბობდეს და დაუშვათ სიმართლეს ამბობს ვინდოთ ადამიანს რა პრობლემაა. ანუ მე არ უარყოფ რომ მან ეს გამოცდილება მიიღო. ანუ მე ვეტყვი რომ შენ ეს გამოცდილება მიიღე, მაგრამ სიტყვაზე ღმერთისგან არ არის, ხო მივხვდი რას გეუბნები. და ჩვენ როგორ აი მაგას ვამბობ რომ შენ მაგას ეტყვი, მაგრამ ისიც იგივეს გეტყვის და იგივენაირად ვალიდური იქნება. კი, ანუ შეუძლია მითხრას. ანუ კი, თუ ზებუნებრივ გამოცდილებაზე წავა საქმე, სიტყვაზე ისა რა ქვია, ისინი ეზოთერიკოსები, ისინი სხვანაირად უყურებენ. თავისთავად მეტყვის, რომ არა, ეს არ არის იმისგან, ეს იმისგან. თავისთავად მაგას მეტყვის კი. ხო და ეგ არის პრობლემა, რომ მაგაზე თუ ვიქნებით მარტო დაყურება, ორივე ერთნაირად ვალიდური არის, ანუ დავის დროს თავისთავად. მაგრამ ანუ ჩვენ შეგვიძლია გარჩევა ყოველ შემთხვევაში. ანუ ჩვენ თუ პრესუპოზიციას თუ გავაკეთებთ რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტია და მე თუ მეკითხები როგორ ვარჩევთ გამოცხადებებს ასე შინაარსიდან ქრისტიანობა რასაც ამბობს მომხდი რაც გეუბნები მაგრამ მარტო ასე თავისთავად ესე მარტო ესე ქრისტიანული ჭეშმარიტება ვერ დამტკიცდება კიდევ გჭირდება რაღაც ხო ნუ თვითონაც იგივე სიზონს ეხალას დავჯდეთ და შეგვიძლია დავიწყოთ ვისა გამოცდილება ხონდა და მართლა მეც უცი უამრავი ადამიანის სასწაული გადახდენია მაგრამ სხვას ასე ვერ გაარწმუნებ, იმიტომ რომ არგუმენტი არ არის, ხო ხტები, ანუ მორწმუნეები არიან, ვინც ვიცი რომ მართლა მორწმუნეები არიან, მაგარი მორწმუნეები, მაგრამ ძირითადად არგუმენტები რაც აქვს, ეს არის ცუდი არგუმენტები. მორწმუნე კარგია, მაგრამ არგუმენტი აქვს ცუდი, ანუ ხო შეიძლება სიტუაცია, კარგ სიტუაციაში ყო, მაგრამ ცუდი არგუმენტი მოიყვანო, ხო ხტები რას გონი. ხო და აი მე მაგას ვამბობ, რომ ვერ გექნება კარგი არგუმენტი და მაგიტო ვერ ხვდები რატო ანუ რატო ჯერათ ესე მარტივად მით უმეტეს ისეთ ხალხს, რომელსაც არც კი ქონია ეგეთი ექსპერიენსი ზოგადად რატო ჯერათ, იმიტომ რომ ვერ გექნება მაგის არგუმენტი, ანუ აი არგუმენტი გექნება. არა, მე კი არ გიმითხავს უკაი არგუმენტი. მე გეუბნები კარგი. ზოგადად ვამბობ, ხო? ზოგადად ხო, ანუ როგორ თემა. ანუ მაგაში იმასაც გულისხმობ, რომ შენც ვერ გეცოდინება ზუსტად. ანუ ეგ იყო თუ არა და სხვამ რო რაღაცა გითხრას ვერ დაუმტკიცებ, ვერცის ვერ დაგემტკიცებს და აი ვერ ხვდები დაუმტკიცებელი არგუმენტის თუ დაუმტკიცებელი იმისი რა ქვია, კლეიმის, მანერად გჯერა. ხო, მაგრამ აი, რასაც ამბობ ეგეც დაუმტკიცებელი კლეიმი, ანუ მე პირიქით გეუბნები, რომ დამტკიცება, ანუ ლოგიკური დემონსტრაცია შესაძლებელი გააჩნია მტკიცებულების სტანდარტს. მაგალითად, მე შეიძლება აი ტატომ გამიჭედოს ეხლა და მითხრას, რომ მე ძმაო ლაივში არ ვარ და ტატოს ვერ დაუმტკიცო, რომ ლაივშია, მაგრამ
ის ფაქტი რომ ლაივში ამას ვეს ანუ შეიძლება რაღაც ვერ დაამტკიცო, იმიტომ რომ ვისაც უმტკიცებ იმის მტკიცებულების სტანდარტი არის ცოტა არარეალური, მაგრამ ანუ აი თუ ჩავძრებით ლოგიკაში იმაში, ჩემი აზრით ამ დემონსტრაცია შესაძლებელია. ვერთის არსებობს. ანუ საპირისპიროს გამოიწვია. რავი, ძალიან ლოგიკურია ეხლა რასაც ლაპარაკობ, აი ძალიან ლოგიკურია. რავი, ამაზე მეტი ლოგიკურად ვერაფერს ვერ მოიყვანს ადამი ჩემი აზრით რა. აი ბოლოს დაგისვავდა გავალ რა. აი სტანდარტი რა არის შენთვის მაგის დასამტკიცებელი? ანუ ჩვენ გვაქვს რაღაცა არგუმენტები ამ ძირითადად ქრისტიანია ვინც იყვნენ ვინც ამ საქმიანობას ეწევა ეკლესიის მოძღვრები ისინი რაღაც არგუმენტები ქონდათ რითიც ამტკიცებდნენ ეს იყო მაგალითად კოსმოლოგიური არგუმენტი მორალური არგუმენტი ტელეოლოგიური არგუმენტი მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი არგუმენტი ღმერთის არსებობის და კონკრეტულად ღმერთის არსებობის არა აი მაგისი არა experience-ის ქონის ანუ საქმე რაშია იცი რომ ზოგადად experience-ი რომ რაღაცას მივაწეროთ ყველა ვარიანტში პრესუპოზიცია გაკეთებული ვახ რომ არსებობს რაღაცა აბსოლუტი ვინც ჭეშმარიტია და ვინც რაღაცა საერთოდ ეგეთ გამოცდილებებს შესაძლებელს ხდის და თან ლოგიკურს რომ ანუ ლოგიკაში გულისხმობ რომ იდენტურია ეგ გამოცდილება მართლაც მაგ გამოცდილების და არ არის სხვა რაღაც ხომ ვიღაც გეუბნა ანუ ჩვენ ეს უკვე გაგებული გვაქვს ანუ ეს დაშვებული ვარ აბსოლუტი არსებობს ის არსებობს ანუ რაღაცა კატეგორიები დაშვებული ვაქვს ოკეი დღეისთვის მოვჭით. აი ხარით მე ისა დამახსოვრებული მყავ ხომ ისე დაგახოლო. დამახსოვრებული მყავ ძალიან სიამოვნებ შენთან საუბარი, კარგი მოსაუბარი ხარ, შეგეწევს უფალი ესო. შემოსვლა როცა გიხარდება გამოაგზავნე ეპისტოლე ვლაპარაკობ. აი ხარით